თუ სახში ყავის აპარატი გაქვს, შეიძლება კიბოს აპარატი გაქვს სახში და ეს ხუმრობა სულაც არ არის. სანამ მთავარ სათქმელს გეტყვი, არ დაგავიწყდეს, გამოიწერე ჩემი არხი. მე ვარ შეკეთების სპეციალისტი საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მიმართულებით. გამოიწერე ტექნოაურა და გაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობრებს. ახლა კი მთავარი თემა. ძალიან ბევრ მოვლას საჭიროებს ყავის აპარატი და ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ კაპუჩინატორში, ეგრეთ წოდებულ რძის ამომყვანში, ჩნდება ნადები, მე რძი აღარ ამოყავს და ადამიანები უჩივიან იმას, რომ თავიანთი ყავის აპარატი აღარ აკეთებს კაპუჩინოს ესე როგორც აკეთებდა. და ძალიან ხშირი პრობლემა არის ზუსტად ეს, რასაც ახლა შენ უყურებ. რძის ნარჩენები ხდება მიკროორგანიზმების ინკუბატორი. ვითარდება პათოგენური მიკროფლორა და ბიოფილმი. ყოველი ახალი შევსება ამ პროცესს აძლევს, რაც ზრდის ინფექციური და პოტენციური კარცინოგენური რისკების ალბათობას. აქედან გამომდინარე, წმენდა არჩევანი არ არის, ეს ვალდებულებაა, რომ გაუფრთხილდე შენს და შენი ახლობლების ჯანმრთელობას. ყოველთვის კაპუჩინატორს სჭირდება წმენდა. ყოველი გამოყენების მერე თავსაფარი ჯობია რომ დაშალო და გაწმინდო. ყოველი გამოყენების მერე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც უნდა დაშალო კაპუჩინატორი და გაწმინდო. აუცილებლად გარეცხო, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. როგორც ვიდეოში ხედავ, ზუსტად ეგრე უნდა დაშალო. შედეგად მიიღებ უფრო ხარისხიან პროდუქტს, ყავას, კაპუჩინოს თუ სხვა ნებისმიერს, რასაც მოამზადებ და რაც დაკავშირებული იქნება შენს ყავის აპარატთან და შენს კაპუჩინოსთან, ან ლატესთან, ან ნებისმიერ სხვასთან. ან უბრალოდ ცხელ კაფიან რძესთან. აუცილებლად გაითვალისწინე ეს და გაუზიარე ვიდეო შენს მეგობრებს.